კარგით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, მეგობრებო, სტუმრებს, ახლებს, ძველებს და ყველას მინდა რომ პირველ რიგში წარმატება გისურვოთ და ეს ახალი 2025 წელი მინდა რომ ყველასთვის წარმატების მომტანი იყოს. თუმცა წარმატება თავისთვის არ მოდის, ყველამ კარგად ვიცით რომ ყველაფერს ჭირდება სწორი დაგეგმარება და სწორად მუშაობა. შრომის შედეგი ყოველთვის არის და ეს გარდაუვალი არის პრინციპში ვერავინ ვერ იტყვის რომ მე ვშრომობ და რაღაცა შედეგებს ვერ ვაღწევ. ერთხელ იშრომე, ერთხელ დაუშვი შეცდომა, მეორედ სცადე, მესამედ სცადე და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. რეალურად დღეს მე მინდა ვისაუბრო კომპანიის მრავალ ფუნქციურ პროგრამებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომ კარგად გავერკვეთ, კარგად შევისწავლოთ ყველაფერი, რათა შევძლოთ სწორი ინფორმაცია მივიტანოთ ასევე სხვებთან. თუ ჩვენ არ გვეწოდინება, შესაბამისად სხვასთანაც სწორ ინფორმაციას ვერ მივიტანთ და ჩვენი შრომა იქნება ნაკლებად შედეგიანი, რა თქმა უნდა, ხო? ამიტომ აუცილებელი არის, რომ გავეცნოთ ხოლმე. შევეცადოთ ერთ რაღაცას, მეგობრებო, რომ როდესაც რაღაცა საკითხს ვერ ვგებულობთ, იმ საკითხზე მე დავსვათ ხოლმე კითხვები, ვინც თუნდაც ახალი იყოს, შეიძლება დიდი ხნის რეგისტრირებული იყოს, მაგრამ რაღაც საკითხზე უბრალოდ ვერ ერკვევდეს, ხო? ეს არ არის პრობლემა და ეს არ არის სირცხვილი, თუ რამე არ ვიცით, თავარი არის, რომ სულ ისე არ დავრჩეთ რაღაც საკითხის მიმართ უცოდინარი, თავარია კარგად შევეცადოთ, რომ ეტაპობრივად გავიაროთ ყველა გზა და ვისწავლოთ ხოლმე. ვებინარის დასრულების შემდგომ შეგეძლებათ დასვათ შეკითხვები, რა შეკითხვებიც გაგიჩნდებათ, გექნებათ და შემდგომში თქვენთვის საინტერესო საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას და გაგცემთ აუცილებელი პასუხები. პირველ რიგში მინდა გითხრათ ის, რომ კომპანიას აქვს მრავალი მხარე, როგორც წეგამახსენე, 17 სახის სხვადასხვა პროგრამები აქვს. იდეაში ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული და გასაკეთებელიც კიდევ ბევრი არის, რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე ვართ ჯერ კიდევ, თუმცა ერთ რამეს გეტყვით, რომ კომპანია უკვე მალე 3 წლის გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას აქვს ძალიან დიდი და შორს მიმავალი გეგმები. ეს არ არის დროებითი კომპანია, დროებითი პროექტი რაღაცა, რომელიც არ ვიცოდეთ, როდის გაქრება და სადამდე იქნება და რაღაცა შიშით რო ვიყოთ, ხო? ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქსელურ მარკეტინგში, როდესაც შედიხარ, თავარი არის ნდობის საკითხი, უნდა ენდობოდე კომპანიას და გიღირდეს შენ აქ იმუშაო, იშრომო და შედეგები დადო. არავის არ გეშინია, არაფრის არ გეშინია, ვაი, როდის გაქრება, არ გეშინია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ვისაც აქვს ოდნავ მაინც შეხება ქსელურ მარკეტინგზე, ვისაც ქონია შეხება, უფრო ადვილად მიხვდება იმას თუ რას ვიძახი, თუმცა ნებისმიერი ადამიანისთვის თუნდაც არ ქონოდეს არასდროს შეხება, ყველასთვის მარტივი არის ამ პრინციპების შესწავლა და გაგება. არაფერი არ არის აქ სართულო. მნიშვნელოვანი არის ძალიან კაფიოდ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სანდოობა და დოკუმენტაცია კომპანია რამდენად იურიდიულად არის გამართული და რამდენად სანდოა. ვიცით, რომ ჩვენი კომპანია არის რეგისტრირებული, როგორც საქართველოში და ის იხდის საგადასახადოს, არის საჯაროებში და რეგისტრირებული და ამის დოკუმენტაცია, რა თქმა უნდა, ყველაფერი გვაქვს და შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენთაგანს გადაამოწმოთ. არა მარტო საქართველოში, ასევე არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც რეგისტრირებული და ამის დოკუმენტაციას გვაქვს, ასევე შეგიძლიათ ესეც გადაამოწმოთ, ესეც ძალიან მარტივია, ამის დოკუმენტაციები ყველაფერი აპინული არის ამ ჩატშივე და შეგიძლიათ მოიძიოთ, ნახოთ, თქვენ თუ რა შეძელით მოძიება, შეგიძლიათ იკითხოთ და პირადშიც მოგაწოდოთ. დაგეხმარებით, არანაირი პრობლემა არ აქვს ამ კუთხით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც მინდა ძალიან ხაზგასმით ვისაუბრო, ის არის თუ რატომ უნდა ვენდოთ კომპანია ოლნის. რატომ არ ეს რაიმე დროებითი პროექტი და რატომ არ არის რაღაცა ფინანსური პირამიდის მსგავსი რაღაც პროექტი, რაზეც შეიძლება ადამიანებს ეშინიათ, იმიტომ რომ მართლა საშიშია ესეთი პროექტები, რომლებიც დღეს არის და შეიძლება რამოდენიმე თვე იყოს, შეიძლება 1 წელიც იყოს, 2 წელიც იყოს და მერე გაქრეს, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ეს, რომ ვისაუბროთ, როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან.
ჯერ ერთი უკვე ჩვენი კომპანია 6 წელი მიდიოდა კომპანიის მშენებლობა, ხო? სანამ ინტერნეტ სივრცეში ჩაეშვებოდა. პლუს ახლა მე-13 წელი არის. უკვე მაისში გაგვიხდება 3 წელი, რაც 3 წელი, თუ შეიძლება იშვიათი მოვლენა იყოს, თუმცა არც მეგულება ასეთი რომელიმე პირამიდა 3 წელი რომ გაეძლოს. აქედან გამომდინარე, ეს ერთი საკითხი, ერთი მთავარი საკითხი არის, რომელსაც შეგვიძლია მყარად იყო, ესე ვთქვათ, ფეხზე იდგერო, არ შეგეშინდესო, ეს არის სანდო კომპანია და აქ შეგვიძლია შენ 10 წლეულები და რა ვიცი, ძალიან დიდი ხანი შეგიძლია აქ შენ თავი იპოვო და იშრომო და მიაღწიო წარმატებას. მეორე საკითხი კიდე, თუ კიდევ რატომაა მყარი და რატომ არ არის ეს ვთქვათ რაღაცა დროებითი პროექტი და პირამიდა რატომ არ არის. ამასაც მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს, თუნდაც პირადში გასაუბრებები როცა მაქვს, ყველა ფიქრობს იმას, რომ პირამიდა ხალხი ამოსაწვევია, ესე იგი პირამიდა არის. ნახეთ კიდევ ერთი მომენტი. ჩვენ გვაქვს საბანკო გადახდები. ძალიან მარტივად შეუძლია ნებისმიერ თქვათ კანონმდებელ ორგანოს, საკანონმდებლოს შეუძლია გადაამოწმოს, ძალიან მარტივად ნახოს, ვინ არის ამ კომპანიის უკან, ვინ დგას, ვინ არის დამფუძნებელი, სად აქვს ოფისი, სად მიაკითხოს და ასე შემდეგ. ვინაიდან საბანკო გადახდები როცა არის, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამოკლეული და გამჭვირვალე. ძალიან მარტივია. შეგიძლია ადამიანს უთხრა, რომ ჩვენ გვაქვს საბანკო გადახდები, გვაქვს ამის ბარათებიც, თვითონ როგორც საქართველოს ბანკის ბარათებიდან, ნებისმიერი ბანკის ბარათიდან შეგვიძლია თანხის შეტანა, ასევე უცხოური ბანკებიდანაც შეგვიძლია თანხების შეტანა. რატომ? როგორ? იმიტომ რომ ჩვენ ამერიკულმა ბანკმაც 3 თვიანი დაკვირვების შემდგომ გაგვიხსნა ანგარიში და გვაქვს ამერიკული ბანკი, მერკურის ბარათებიც, რის დახმარებითაც შეგვიძლია თანხა შევიღოთ, ასე ვთქვათ, გამოვიტანოთ და ნებისმიერ ქვეყანაში ბანკომატიდან გავანაღდოთ თანხები, გამოვიტანოთ, ხო? ძალიან მარტივი ერთი საკითხია კიდევ. თუ კი შენ დაამტკიცებ, ვისაც მაგალითად ეჭვი ეპარება და მაინც გიმტკიცებთ, რომ არა ეს პირამიდა არის, ხო? თუ გინდა რომ შენ ბევრად უფრო სწრაფად გახდე მილიონერი, ვიდრე ოლნის კომპანიაში მილიონებს იშოვი, უფრო მარტივი გზა არის. თუ კი შენ ამტკიცებ, რომ ეს არის რაღაც ფინანსური პირამიდა, შეგვიძლია წახვიდე სასამართლოში, საჩივარი შეუტანო და თუ კი დაამტკიცებ შენ სასამართლოში, რომ კომპანია არის თქვათ ფინანსური პირამიდა, ამ შემთხვევაში ამერიკული ბანკი შენ მილიონერს გაგხდის. იმიტომ რომ მას ჯარიმდება, კონფისკაციის გადახდა მოუწევს, რადგან მან მხარი დაუჭირა და ანგარიში გაუხსნა ფინანსურ პირამიდას. ეს არის როგორი რაღაცა, და თუ გინდა უცებ მილიონერი გახდი, წადი, კი ბატონო, დაამტკიცე. თუმცა ამას ვერავინ ვერ დაამტკიცებს, იმიტომ რომ კომპანია არის რეალური, კომპანიას აქვს რეალური პროდუქტები, რომელსაც ქმნის, ხო? პროდუქტი მარტო საკვები არ არის, ვიცით, ხო? ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს პროდუქტი. რაც დღეს ინტერნეტ სივრცეში ძალიან დიდი მოთხოვნადი არის, ეს არის თამაშები. და იქნება თამაშები, არა ერთი, რამოდენიმე თამაში და მომავალში კიდევ ბევრი სხვადასხვა ძალიან მაღალი დონის თამაშები, იქ 3D თამაშებიც, როგორც არის მაგალითად ეხა Dota არის, იქ თქვათ PUBG არის, Counter არის, ხო? აი ამ ტიპის თამაშებიც იქნება. ვიცით, ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა და მუშაობს ცალკე პროგრამისტი, რომელიც იაპონიაში ცხოვრობს და ამას დიდი გამოცდილება აქვს ამ საქმეში, ამ საკითხებზე მუშაობს. ანუ ჩვენ ვიცით, რომ იქნება პროდუქტი. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ რომ საიმედოდ ვიყოთ და ვთქვათ რომ კომპანია არის ოლნი გათვლილი 10 წლეულებზე. და ჩვენ ვარ ვიქნებით, ჩვენ შვილებს შეეძლებათ გააგრძელონ აქ საქმიანობა და ვთქვათ თანხის გამომშავება. ძალიან მალე მსოფლიოში გახდება ყველასათვის ცნობილი. ეს საწყისი ეტაპია, ამიტომ კარგი იქნება თუ არ შეგვეშინდება და უბრალოდ გულწრფელად მივხედავთ ჩვენ საქმეს, ვიშრომებთ და მივახცევთ აუცილებლად წარმატებას. ჩვენს ხელში აბსოლუტურად ყველაფერი. დამატებით კიდევ იმას გეტყვით, რომ კომპანიას მარტო თამაშები არ აქვს, ხო? კომპანია ქმნის marketplace. რა არის marketplace? მე მგონი ბევრმა ვიცით, მაგრამ
კიდევ ერთხელ ახსნი marketplace თუ რამხელა შემოსავლის მოტანა შეუძლია კომპანიისთვის და თვითონ ჩვენთაგანისთვის marketplace. Marketplace არის პლატფორმა, სადაც არის განთავსებული ნებისმიერი სხვადასხვა პროდუქციები, რაც შეგვიძლია ონლაინ გამოიწეროთ, ელემენტარულად ინტერნეტი გქონდეს, ტელეფონი გქონდეს და უბრალოდ შეგვიძლია მოიძიო სხვადასხვა პლატფორმები, როგორიც არის Amazon თუ Alibaba თუ AliExpress თუ Temu თუ კიდე სხვადასხვა ბევრი არსებობს მსგავსი პლატფორმები, საიდანაც შეგვიძლია ნებისმიერი პროდუქციები გამოიწეროთ, ხო? ისინი თავის მხრივ ამატებენ რაღაც პროცენტები აქვთ, საკომისიოები აქვთ და შესაბამისად ამ საკომისიოების ხარჯზე კომპანიები ძალიან დიდ ფულს შეუვლებენ. ვიცით ჩვენ ამისი სტატისტიკები არსებობს, ხედავთ ეს ხელმისაწვდომია, საჯარო არის, შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენთაგანს დაგუგლოთ და ნახოთ, გადამოწმოთ, მაგალითად Amazon-ი რამდენ თანხას შეუძლებს ერთი წლის განმავლობაში marketplace-ის დახმარებით. იმ საკომისიოებით, რაც გააჩნია მას, ხო, მინიმუმ 20%-ია, თუმცა ხშირ შემთხვევაში 20 კი არა, 100%-საც აღწევს ხოლმე, ხო? გააჩნია შემთხვევას, გააჩნია პროდუქციებს. აქედან გამომდინარე, წელიწადში 9 ტრილიონზე მეტ მოგებას. აი, ხალხო, წარმოიდგინეთ, უბრალოდ 9 ტრილიონი უბრალოდ ერთ ადგილზე რომ დავალაგოთ ოთახში, არ დაეტევა, ხო? ანუ ძალიან დიდი თანხაა და ძალიან მარტივად ადამიანი ხო ქსელური არის, ხო? ყველაფერი ქსელურია ამ ცხოვრებაში რომ დავაკვირდეთ რა. ვიღაცას შეიძლება ესე წარმოუდგენია რომ აი ხან ადამიანები არის იქ შემოსაყვანი და ამიტომ იქ ფული როგორ უნდა გამოიმუშაო, ვიღაცა კარგავს ფულს და ასე შემდეგ, ხო? რეალურად ნებისმიერი რამ ქსელური არის, რაც კი ჩვენს გარშემო არსებობს, ხო? ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ერთმა თუ არ დახარჯა ფული, მეორე ვერ იშოვის ფულს. ნებისმიერ სფეროში, პროდუქტში, ტანსაცმელში, ტექნიკაში, ნებისმიერ აი, რეალურად რაც ჩვენს გარშემო ხდება, ნუ მარკეტები, ავიღოთ ქსელური მარკეტები, ხო? რაც ჩვენს გარშემო არსებობს, რეალურად ფიზიკურად მივდივართ, ვყიდულობთ რაღაც, ჩვენ თუ არ ვიყიდეთ, მათ ბიზნესი წავა წინ, ვერ წავა, ხო? ჩაუვარდებათ და ბანკროტზე გავლენ, ზარალში წავლენ. ამიტომ ნებისმიერი რამ არის ქსელური. აბსოლუტურად ყველაფერი ერთმანეთზე არის, ესე ჯაჭვური რეაქცია აქვს და გადამული არის, ესე ვთქვათ, ყველაფერი. ანუ ეს ყველაფერი გადმოტანილი არის დღეს ინტერნეტ სივრცეში და ძალიან მარტივად შემიძლია მე მაინდა-მაინც აუცილებელი არა რაღაცა დიდი ფართი ვიქირაო, იქ რაღაცა გავხსნა თუნდაც Samsung-ის მაღაზია, შემოვიტანო Samsung-ის ტელევიზორები, ტექნიკა და ასე შემდეგ და ვიღაცებმა უნდა იყიდო, ხო? შემიძლია აქვე, ხო, თუნდაც თავარია სურვილი კონდეს ადამიანს ელემენტარული რაღაც არის, ნუ სხვა პროგრამები რომ არაფერი არის, თქვათ, არც marketplace-ზე ვისაუბროთ, არც თამაშზე ვისაუბროთ, არც არაფერზე, ხო, თუნდაც მარტო რომ სტრუქტურას დავაკვირდეთ, როგორ არის შექმნილი, უბრალოდ იპოვე ისეთი 5 ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი თვეში $10 გადაიხადოს და ისეთი ადამიანები მოძებნოს მის გარშემო 5 ადამიანი, რომელთაც აქვს გამდიდრების სურვილი. ძალიან მარტივი არის, ხო? სტრუქტურაში შეგიძლია $100,000-ზე მეტი გამოიმუშაო. უბრალოდ უნდა მოძებნო შენნაირი ანუ გამდიდრების მსურველი ადამიანი, სულ რაღაც 5 ადამიანი, ხო? შენ 5 მოიწვიე და იგივე გადაეცი მას. იგივე გააკეთოს, გაიმეოროს მანაც და ძალიან მარტივად შეუძლია ადამიანს სტრუქტურა აწყოს, სადაც 97,000-ზე მეტი ადამიანი ეტევა. საიდანაც ყველასგან გაქვს შემოსავალი. სტაბილური. რატომ სტაბილური? იმიტომ რომ ყოველთვის ვიხდით $10 ნებისმიერი კომპანიაში რეგისტრირებული პარტნიორი. დაუბრუნდე მინდა კიდევ marketplace. ჩვენი კომპანია რატომ ვიძახით რომ აი ჩვენი კომპანია ქმნის რაღაცა განსაკუთრებულ marketplace, რაღაც ახალ მოდელს, რაც თქვა სხვებს არ აქვს. რა არის ეს განსხვავება? გავიგეთ რომ Amazon-ს აქვს 9 ტრილიონი მოგება სუფთა, მაგრამ ჩვენ რას ვთავაზობთ ხალხს უკეთეს, სადაც შეიძლება ადამიანმა ნებისმიერმა ადამიანმა გამოიმუშაოს ფული. კარგით, ნახეთ როგორ რაღაც არის. ძალიან მარტივი არის. ჯერ პირველ რიგში ის რომ პროდუქციები ბევრად უფრო იაფი იქნება ჩვენ პლატფორმაზე, ჩვენ only marketplace-ზე და რატომ? იმიტომ რომ საკომისიო იქნება ჩვენთან 5%. სხვებთან არის მინიმუმ 20% და ზემოთ მიდის ფასები, ჩვენთან იქნება 5%. ეს იქნება მაქსიმუმიც და მინიმუმიც. ანუ ამას არ მოემატება, არ მოაკლდება. იქნება ყოველთვის 5%. ნებისმიერი პროდუქცია only marketplace-ზე ბევრად უფრო იაფი იქნება ვიდრე სხვა პლატფორმებზე. რეალურად ადამიანები
რა თქმა უნდა, სადაც უფრო იაფია, იქ შეიძენენ, ხო? ასევე ის ადამიანები, ვინც იქ ათავსებენ პროდუქციებს, რას იზავენ, სადაც უფრო იაფად გაყიდიან თავის პროდუქციას, ანუ სადაც პლატფორმა, რომელიც არ გაუძვირებს ძალიან თავიანთ პროდუქციას, შესაბამისად იმ პლატფორმაზე განათავსებენ. ანუ only marketplace-ზე იქნება ძალიან დიდი მოთხოვნა. იქიდან გამომდინარე, რომ ყველასთვის ხელსაყრელი იქნება მყიდველისთვისაც და გამყიდველისთვისაც, ხო? ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? ის, რომ ჩვენ კომპანიის პარტნიორები შევძლებთ აქ თანხის გამომუშავებას. როგორ? ძალიან მარტივად. შენ გაქვს ცდომა, რადგან გაქვს შენ უკვე კაბინეტი, შენ გაქვს ცდომა only marketplace-ზე და ნებისმიერი პროდუქცია იქ რაც არის განთავსებული, შეგიძლია ნებისმიერ სოციალურ ქსელში ვთქვათ გააზიარო. მე ეს რა ხელს გვაძლევს? რა თქმა უნდა, ის ადამიანი, ვინც შენს გაზიარებულ პროდუქციას შეიძენს, გადმოვა შენს ლინკზე და რეგისტრირდება და გამოიწერს, იქიდან 1% საკომისიო 5% ხო არის საკომისიო. 1% მოდის შენთან. რადგან ერთხელ უკვე იქნება ადამიანი რეგისტრირებული, რამდენჯერაც არ უნდა შეიძინოს ამ პლატფორმაზე თავის ცხოვრების მანძილზე ამ ადამიანმა, ყოველ ჯერზე ის 1% საკომისიო მოვა შენთან. რატომ? იმიტომ რომ შენი ლინკით არის დარეგისტრირებული. უკვე სისტემაში ზის შენთან და ყოველ ჯერზე საკომისიო მოდის შენთან. კიდევ ძალიან მაგარი რამე რა გვაქვს. ანუ კომპანიაში ვინც არის დღეს რეგისტრირებული, ვისაც გააჩნია აქციები, ვისაც აქვს 12 და ზემოთ აქციები, ამათთვის ცალკე დამატებით marketplace-ის ბრუნვის 1% იქნება დივიდენდის სახით დარიცხული. ამიტომ არის ძალიან მაგარი და ძალიან ესე ვთქვათ საჩქარო დღეს შემოუერთდე სანამ საწყის ეტაპზე ვარ კომპანიაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ძალიან ცოტა არის აქციების დარჩენილი, რა ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით რამდენია, 300-ია თუ 305-ია დარჩენილი. არ ვიცი რომ 400-ზე ბევრად ცოტა არის დარჩენილი, იმიტომ რომ 400 როცა იყო იმის მერე რამოდენიმე პარტნიორმა შეიძინეს 12 აქციები, შესაბამისად, იკლებს, ხო? რაც მე ვიცი და რაც არ ვიცი, რა თქმა უნდა, სხვაებიც იქნებოდნენ. აქედან გამომდინარე, ცოტა არის ძალიან დარჩენილი და ძალიან კარგი იქნება თუ მოვასწრებთ ვიყოთ აქციონერები ასეთი ძალიან დიდი მომავლის მქონე კომპანიის. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ იქნება დივიდენდები. ყოველთვიურად იქნება დივიდენდები დარიცხული იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს აქციები. ასევე ის ადამიანები, ვინც აქციას შეიძენენ, 12 აქციას, ისინი ხვდებიან ავტომატურად ოქროს ათასში, სადაც ასევე კომპანიის მოგების 1% იქნება დარიცხული. მაგრამ იმ ადამიანებს, ვინცაც მაგალითად არ აქვს 12 აქცია, აქვს 2, 5, 3, ხო? კომპანიის მოგების 1% გადანაწილდება ასეთ ადამიანებს და ესეც არ იქნება ცოტა დამერწმუნეთ, რომ კომპანიის ამბიცია არის ის, რომ Amazon-საც კი გაუწიოს კონკურენცია. რა თქმა უნდა, ეს ერთ წელიწადში კონკურენტი ვერ გავხდებით და ვერ გადავასწრებთ Amazon-ს, ამას რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, რომ ადამიანებს გავაცნოთ და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შემოგვიერთდეს, თუმცა საომავლოდ ეს იდეა აუცილებლად განხორციელდება და ამ დროს წარმოიდგინეთ Amazon-ს რომ გაუტოლდეს ჩვენი კომპანიის მოგება, შენი დივიდენდები აქციაზე, თუნდაც ოქროს ათასზე იქნება, იქ თუ ოქროს წრე იქნება თუ, ანუ ბევრი საბონუსე სისტემები, რომელიც ჩაირთვება, შენ რო არაფერი არ გააკეთო, უზრუნველყოფილ ცხოვრებას მოგცემს. ეს არის რეალობა, უბრალოდ სწორი ხედვაა საჭირო და სწორი მიდგომა. კიდევ რა აქვს კომპანიას? რა ანუ მარტო ეს არის, ხო, ეს გავიგეთ, რომ marketplace ძალიან მაგარი იქნება და ეს უბრალოდ მსოფლიოში marketplace-ების სისტემაში აბსოლუტურად ყველაფერს შეცვლის და ახალ ხედვას, ახალ შესაძლებლობებს მისცემს ადამიანებს, რომ უბრალოდ უზრუნველყოფილები გახდნენ თავიანთი შრომით და არ იყვნენ არავის ზედამოკიდებულები, ამის რეალურ შესაძლებლობას აძლევს. უკვე დღესვე შეუძლია ადამიანებს დაიწყონ ამ ყველაფრის თქვა თავისი ბიზნესის შენება, შემდგომში შეუძლიათ უკვე მართლა უზრუნველი ცხოვრება გქონდეთ. რა თქმა უნდა, თავიდან შრომა არის საჭირო ყველგან ყველაფერში, ამიტომ აქ არის ესეთი პრინციპი. ნახეთ, ცხოვრებისეულად რა, ეხლა ნებისმიერ სფეროში სადაც ვაკეთებთ, შრომობთ, მუშაობთ, ხო, დავიწყოთ, გავხდით სრულწლოვანი ვარ, თქვა 18-20 წლის მუშაობა არა. 20-დან დავიწყოთ თუნდაც და
მუშაობ, გავხდი 40 წლის. გავხდი 50-ის, 60-ის უკვე საპენსიო საქმეს მიაღწია ადამიანმა. მისი შრომის აქედან გამომდინარე, მის ნაშრომს არაფერი არ ემატება. ანუ ისევ იმ დონეზე უნდა იშრომოს, რომ ყოველთვიური სარჩო მიიღოს. მაგრამ ქსელურ მარკეტინგში როგორ არის? ძალიან, თქვა, თავიდან ბევრს შრომობ, კი ბატონო, და ცოტას იღებ შემოსავალს. მერე იმატებს, თქვა, შემოსავალი ნელ-ნელა, მერე შენი სამუშაო იკლებს. ანუ შენს მთელი ცხოვრება ასე არ მუშაობ, გადადებული მთელი ენერგია რო ქონდეს აქ ჩადებული, ხო? შენ თავიდან შრომობ იმისათვის, რომ შენი გუნდი გაზარდო. როცა შენი გუნდი იწყებს უკვე ზრდას და ზუსტად იგივე ანალოგიურ ინფორმაციას მიაწვდი ამ ხალხს, ჩვეულებრივად ის ადამიანები იზრდებიან, იწყებენ ისინიც შრომას, როგორც შენ დაიწყე თავიდან და შენი სამუშაო იკლებს. მაგრამ შენი შემოსავალი იზრდება. საბოლოო ჯამში იმ კონდიციადან მიდიხარ, რომ შენ საერთოდ არ მუშაობ. აბსოლუტურად არ წარმოიდგინე სტრუქტურა რა კონდეს ახლა შენ ცავსე და ყავდეს 97,000 ადამიანი, შენ რა უნდა გააკეთო მეტი? არაფერი, ხო? აბსოლუტურად არაფერს არ გააკეთებ და ის ადამიანები, ვინც შემდგომში შედიან და მუშაობენ, შრომობენ, შენს ნაშრომს ღებულობ. ეს არის განსხვავება ქსელურ მარკეტინგსა და დღევანდელ ჩვენს შრომას შორის. ამ შრომაში, რასაც თქვა დღეს ვაკეთებ, მთელი ცხოვრება მუშაობ. ერთ დონეზე მუშაობ, უბრალოდ ბოლოს ძალას კარგავს, იმენს ვეღარ მუშაობ და მერე სამსახურიდან გიშვებენ და რჩები პენსიის იმედად ადამიანი. მაგრამ აქ პირიქით არის, რაც უფრო ასაკი გემატება და თქვა შენი შრომა ნელ-ნელა ფასდება, იზრდება და საბოლოო ჯამში ძალიან დიდი შემოსავალი გაქვს და გაქვს უზრუნველი სიბერე, უზრუნველი ცხოვრება. რეალურად ეს ასე მუშაობს. ვისაც უნდა შეუძლია დაიჯეროს, იშრომოს და ცადოს და იგემოს, ან ვისაც არ ჯერავს, შეუძლია შორიდან დადგეს და გვიყუროს და დატკბეს. ჩვენ როგორ მივახცევთ წარმატებას. ეს არის ფაქტი. თუმცა ყველა რა თქმა უნდა არ გამოყვება ზოგი. ირონიულად დაგცინებს, ზოგმა შეიძლება რაღაც წინააღმდეგობაც გაგიწიოს და გაგანძღოს კიდეც, არც ეს არ არის გასაკვირი და ამისთვის მზად უნდა იყო ამ სფეროში როცა მოდიხარ. ცხოვრებაში ყოველთვის დინების საწინააღმდეგო უნდა იცურო, რომ მიაღწიო ყველასგან განსხვავებულ შედეგს. ეს არის უბრალოდ, რა ვიცი, გარდაუვალი რამ. კარგით, მოდი, კიდევ ერთ საკითხზე მინდა გესაუბროთ. კიდევ რა აქვს კომპანიას? კომპანიას გააჩნია კიდევ საკუთარი კრიპტოვალუტა. Olni tokeni. Ratom კრიპტოვალუტა, ანუ ვთქვათ, რატო არის ეს საინტერესო კრიპტოვალუტა და რას გვაძლევს ეს, რომ კომპანიას აქვს საკუთარი კრიპტოვალუტა? კრიპტოვალუტების სფეროში ვიცით, რომ ძალიან დიდი ბუმი არის და ყოველდღიურად იზრდება ახალი ადამიანები გვერდებიან, ახალი ტრეიდერები სავაჭრო ბირჟებზე, უბრალოდ, რა ვიცი, ძალიან ისე დიდი მოთხოვნაა, ბუმია და ვხედავთ, რომ კრიპტოვალუტების ფასები არნახული სიჩქარით იზრდება უბრალოდ. ცოტა რამოდენიმე წლით უკან რო გადავინაცვლოთ, თუნდაც ბიტკოინი და მარტო ბიტკოინი არის, ну, კაი, ბიტკოინი ყველასთვის ცნობილია და ვიცით, რომ უკვე $100,000 ფარგლებში მერყეობს მისი ერთ ტოკენის ფასი, წარმოიდგინეთ, ამ ხელა ფასს მიაღწია, როდესაც მისი საწყის ფასი იყო სულ რაღაც 1 ცენტი, ხო? მაგრამ არავის არ ეჯერა, ხო, აქამდე რომ მოვიდოდა, მაგრამ მოვიდა აქამდე და დღეს $100,000 მერყეობს, ცოტა მეტიც იყო, 105 ზღერდა და შესაბამისად მისი ფასი ბევრად კიდე მეტად გაიზრდება, როგორც ვარაუდობენ, $1 მილიონ გახდებაო მისი ფასი და შეიძლება ახლაც არ ჯეროდეს ვიღაცას, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ $1 მილიონ გახდება. აქედან გამომდინარე, რის თქმა მინდა, ჩვენი Olni ტოკენი, რომელიც გვაქვს ჩვენს კაბინეტებში, მის ფასი არის 10 ცენტი. რეალურად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს Olni ტოკენს, რომ საკმაოდ კაი ფასს მიაღწიოს. მე არ გეუბნებით იმას, რომ $100,000 გახდება თქო, მაგრამ ელემენტარული რაღაცა არის. უბრალოდ, აი, შეიძლება არ ვიფიქროთ რაღაცა არნახულ რაღაცა მილიარდებზე, ხო? მაგრამ ძალიან მარტივად შეიძლება გახდეს $10, $2, $5, $20, თუნდაც $50. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს კრიპტოვალუტები, რომლებსაც ვთქვათ, კაპიტალი აქვს ძალიან საკმაოდ დიდი და მრავალ მილიარდიანი კაპიტალი აქვს, ხო, ბიტკოინს უკვე ტრილიონზე მეტი აქვს, 1,5 ტრილიონამდე აქვს თითქმის ბიტკოინის მარკეტ კაპი, ვთქვათ, მისი ბიუჯეტი.
ასევე არის იქ ეთერიუმი, არის თქვა BNB $700 ღირს ერთი ცალი, არის Binance-ის ტოკენი, რომელიც ღირდა 50 ცენტის საწყის ეტაპზე, მაგრამ დღეს $700 გასცდა მისი ფასი და მისი ბიუჯეტი ძალიან მაღალი არის, რაღაც 400 მილიარდზე მეტი აქვს უკვე კაპიტალი. ძალიან დიდი კაპიტალი აქვს უკვე. აქედან გამომდინარე ყველანაირი პოტენციალი აქვს ჩვენ სტოკს და რატომ აქვს ამასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა და უბრალოდ მინდა რომ დაგანახოთ ის მხარე, აი არის ბევრი კრიპტოვალუტები, რომლებიც ტოკენები, მემექოინები, რაღაცა უსარგებლოები, რომლებიც დღეს არის და ხვალ შეიძლება გაქრეს. მაგრამ რატომ აქვს პოტენციალი ჩვენს ოლნი ტოკენს? ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ვინაიდან marketplace-ზე ვისაუბრეთ, უბრალოდ გეტყვით იმას, რომ პირდაპირ კავშირშია marketplace-თან, ოლნი marketplace-თან ჩვენი ოლნი ტოკენი. როგორ? ადამიანები, რომლებიც ამ პლატფორმაზე შემოვლენ და რაიმე პროდუქციებს შეიძენენ, შესაბამისად, ერთი ოლნი ტოკენი იქნება საკომისიო. უნდა შეიძინოს ადამიანმა რაიმე პროდუქციას, უბრალოდ 10 ცენტის ოდენობით არის, ხო ძვირი არ ღირს, მაგრამ მოთხოვნადი იქნება ნებისმიერი ტრანზაქციისას, ნებისმიერი რაიმე შეძენის დროს ოლნი ტოკენი უნდა შეიძინოს. გასაგებია, უნდა თუ არ უნდა ადამიანს. ანუ მოთხოვნადი ხდება. გინდა არ გინდა საჭირო პროდუქცია და როგორც ბაზარზე ხო ფასის ზრდა დამოკიდებულია მოთხოვნასთან, ხო? თუ მოთხოვნა არის რაიმე პროდუქციის, მისი ფასი იზრდება. შესაბამისად, ყველანაირი პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ თქვათ თანხები, ანუ მისი ფასი გაიზარდოს. და პლუს კიდევ მეორე მხარე, თუ როგორ უნდა, რატომ უნდა გაიზარდოს მისი ფასი. მეორე მხარე კიდევ ის არის, რომ ჩვენი კომპანია რომელიც ქმნის თამაშებს, იმ თამაშებში შეძლებენ ადამიანები ოლნი ტოკენების გამომუშავებას. რათა შემდგომში შეძლონ მათ იქ თანხის გამომუშავება. უკაცრავად. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ვისაც აქვს თქვათ ინტერესი ზოგადად კრიპტოვალუტების მიმართ, შეუძლია ინვესტიცია გააკეთოს თქვათ ოლნი ტოკენში და საომავლოდ საკმაოდ სოლიდური თანხები გამოიმუშაოს ამ ტოკენის დახმარებით. მაგრამ კიდევ არის ერთი შესაძლებლობა თუ როგორ გამოიმუშავო ოლნი ტოკენები ისე რომ შენ უბრალოდ ქეშად არ იყიდო ეს პირდაპირ ტოკენი არ იყიდო. კომპანიაში ვინც შემოდის და რეგისტრირდება, შემდგომში არის მაგალითად ესეთი თქვათ წლიური პაკეტები. შეგიძლია შეიძინო წლიური პაკეტი, თუ თქვათ სურვილი გაქვს, ყოველთვე რო არიხადო $10, შეგიძლია მთლიანად $120 გადაიხადო ერთი წლის საფასური და ყოველთვე არ გიქნება გადასახდელი და ამ შემთხვევაში კომპანიისგან საჩუქრად გადმოგეცემა 1200 ოლნი ტოკენი. ანუ იმ $120 ოდენობის ოლნი ტოკენები დაგერიცხება. ფაქტობრივად, შენი თანხა რაც გაიღე, წლიურისთვის $120 იგივე იმ წუთასვე, როგორც კი იძენ წლიურ პაკეტს, უკან გიბრუნდება ტოკენების სახით და შენს კაბინეტშივე გიჯდება. შესაბამისად, ასე შეგიძლია ნებისმიერი სხვადასხვა პროგრამების შეძენის დროს შესაბამისი ტოკენები გერიცხება. პლუს ამ ყველაფერს კიდევ ყოველთვიურად 10 ტოკენი გერიცხება, როგორც $10 გეჭრება იმ $120-დან, აკლდება წლიურ პაკეტს, როგორც თვე გადის, 10 ტოკენი კიდევ დამატებით საჩუქრად ყოველთვიურად გემატებათ. ასე შეგიძლია ოლნი ტოკენების მოგროვება კიდევ დამატებით. კომპანიას როგორც ვთქვით, სტრუქტურასთან ერთად გააჩნია კიდევ სხვადასხვა პროგრამები, მაგალითად ვარსკვლავური პროგრამა. რას ნიშნავს ვარსკვლავური პროგრამა? ვარსკვლავურ პროგრამაში მონაწილე ადამიანები იქ არავინ არ მიყავთ, თქვათ იქ ცალკე შენ არ აშენებ, უბრალოდ რაც მეტი ადამიანი შედის იმ პროგრამაში, თვითონ პროგრამა ანაწილებს ადამიანებს და გიჯდება შენს სტრუქტურაში. ოღონდ ცალკე სტრუქტურა არის ვარსკვლავურის, როგორც მაგალითად ჩვენ გვაქვს ძირითადი სტრუქტურა, სადაც 97655 ადამიანი ეტევა, იგივე ოდენობის ხალხი ეტევა ვარსკვლავურ პროგრამაშიც. ვარსკვლავური პროგრამის შენ სტრუქტურაში. ანუ პარალელურად ფაქტობრივად შენ შეგიძლია საომავლოდ ხო იდეალური შანსი გაქვს, რომ მარტო $100,000 კი არ გამოიმუშავო აქ. ვარსკვლავური პროგრამის სტრუქტურაში მეორე $100,000 კიდე შეგიძლია გამოიმუშავო თვეში. ანუ ოღონდ იქ შენ არ იწვევ ხალხს, იქ პროგრამა გინაწილებს ადამიანებს. ანუ ეს არის პასიური შემოსავალი, სადაც შეგიძლია
ვთქვათ, პასიური შემოსავალი იქონიო ყოველთვიური. ესე ძალიან მაგარი პროგრამა არის. ასევე არის საქველმოქმედო პროგრამა, ასევე არის ტურიზმის პროგრამა, სადაც შეგიძლია $488,000 მოგების შანსი გაქვს ყოველთვიურად. თუ კი გაქვთ, რა თქმა უნდა, სურვილი, რომ მიიღო ამ პროგრამაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, აქ უკვე დამატებით, ვთქვათ, გადასახადი არის, იქ არის $15 თვეში იმ საქველმოქმედოში. შენ ქველმოქმედებაში იღებ მონაწილეობას და ასევე გაქვს შესაძლებლობა ყოველ თვე თანხის მოგების. თუმცა, მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ვალდებულება არ არსებობს იმისა, რომ გინდა თუ არა იქ უნდა მიიღო მონაწილეობა რომელიმე პროგრამაში. ერთადერთი სავალდებულო რაც არის, ის არის, რომ ჩვენ კაბინეტის საფასური გადავიხადოთ $10 თვეში. ეხლა მინდა გითხრათ კიდევ ერთი რამ, რაც შეეხება რეგისტრაციებს. ანუ რა და როგორი სახის არის რეგისტრაცია და რა განსხვავება არის, მინდა ესეც ახსნა სტუმრებისთვის. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ $10, მაგრამ ასევე შეგიძლიათ გაიაროთ $50. კითხვა გაგიჩნდებათ, რატომ თუ კი შეიძლება $10 რეგისტრაცია, რატომ უნდა გავიარო $50 რეგისტრაცია, ხო? გადასახელი ფული ვის აქვს? ეხლა ნახეთ, როგორი განსხვავება არის. ჯერ ერთი პირველი $50 რეგისტრაციას როცა გავდივართ, ყველა პროგრამაზე გვაქვს წვდომა. ასე ვთქვათ, მწვანე გვაქვს ანთებული და შეგვიძლია ნებისმიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღება. მაგრამ თუ $10 თუ ვართ რეგისტრებული, მხოლოდ სტრუქტურის აშენების შესაძლებლობა გვაქვს. ოღონდ თუ 5 ადამიანს მოიწვევთ, შემდგომ უკვე ავტომატურად სტატუსი გიმაღლდებათ და ჩვეულებრივად როგორც $50 რეგისტრაციის შემთხვევაში, ასევე გეხსნებათ გზა ყველა პროგრამისკენ. შეგიძლიათ უკვე შემდგომში ყველა პროგრამაში მიიღოთ მონაწილეობა. თუმცა ერთ რამეს გეტყვით. როდესაც თქვენ $50 რეგისტრირდებით და თქვენი მოწვეული ადამიანი, ვინც მოიწვიეთ ახალი პარტნიორი კომპანიაში და დარეგისტრირდა $50, თქვენ მისგან $22 მოგდით. გერიცხებათ ავტომატურად $22. მაგრამ თქვენ რო გქონდეთ $10 რეგისტრაცია გავლილი და მომწვევმა ან თქვენ ვინც მოიწვიეთ იმან 50 გაიაროს, თქვენ მაინც $1 დაგერიცხებათ, იმიტომ რომ თქვენ არ გაგაჩნიათ ის სტატუსი, რომ ის $22 დაგერიცხოთ. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტი აქვს, რა თქმა უნდა, $50 რეგისტრაციას, ეს უკეთესია, თუმცა ყველას აქვს შესაძლებლობა, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ $50 რეგისტრაცია გაიაროს, შეუძლია $10-ითაც დაიწყოს და ჩვეულებრივ შეუძლია სტრუქტურა ააშენოს. ასევე სხვადასხვა მრავალი კიდე პროგრამები აქვს. ანუ 17 სახის პროგრამა აქვს, თქვით, მაგრამ აქედან არის 5 ჩართული, რომელიც აქტიურად მუშაობს და შეგიძლია საკმაოდ სოლიდური თანხები გამომიშაო. ერთი საკითხი არის კიდე ძალიან მაგარი და ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის რაც შეეხება ინვესტიციას. ინვესტიციას აქვს სხვადასხვა სტრატეგიები, მაგრამ მეოთხე სტრატეგია არის ასეთი, სადაც შეიძლება წლიური 60%-მდე გამოიმუშაო. შენი ჩადებული თანხის 60% ეს არსად არ არსებობს მსოფლიოში, არც ერთ ბანკს, შვეიცარიის ბანკსაც კი არ აქვს, მიახლოებული პროცენტიც კი არა თუ 60%, ხო? 5%-იც კი არ აქვს შემოსავალი. და ჩვენ გვაქვს 5% თვიური შემოსავალი. ყოველ თვე შეიძლება 5% დაგერიცხოს. თუმცა ყოველ თვეს არ ველოდება ინვესტიცია, ყოველ კვირას, ან კვირაში ერთხელ ხდება დარიცხვა. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ საიდან მოდის ეს თანხები, აი საიდან გერიცხავს კომპანია, ხო? კომპანიას ყავს თავისი ბოტი, თქვათ, თავისი შექმნილი ბოტი, რომელიც ვაჭრობს Forex-ზე და ეს არის დაზღვეული. შენ თუ ხარ კომპანიაში $50 რეგისტრირებული, ან ყავს თქვათ 5 ადამიანი, ავტომატურად შენი თანხა არის დაზღვეული, იმიტომ რომ შენ ხარ უკვე შრომის უნარი ადამიანი, თქვათ, შრომობ და აქედან გამომდინარე კომპანია უკვე გიზღვევს შენ ძირ თანხას ჩადებულს, რომელიც ინვესტიციაში ჩადე. შეგიძლია ნებისმიერ დროს გაიტანო ინვესტირებული თანხა, მოგებული თანხა, ძირი თუ თავიანად, არ ვიცი, შენზე არის დამოკიდებული, ანუ არანაირი შეზღუდვა არ გაგაჩნია, რომ მაგალითად გინდოდეს 1 წლით, 2 წლით, 3 წლით, რავი, 50 წლამდე არის ინვესტიციები და რაც დიდხანს აჩერებ, უფრო მეტი და მეტი გიხდება და ძალიან დიდი თანხების გამომუშავებაც შეგიძლია, თუმცა შეზღუდვა არ გაქვს. შეიძლება გქონდეს სურვილი, მაგალითად 5 წელი ჩავდებ თანხას, მაგრამ გავიდა 1 წელი, გავიდა 9 წელი და დაგჭირდა თანხა და გინდა გამოტანა თანხა, ხო? თანხის რაც გამოიმუშავე, ჩვეულებრივ შეგიძლია თანხის გამოტანა და ანუ შეზღუდვა არ გაქვს ამ.
კიდევ რა მინდოდა, რაზე მინდოდა მესაუბრა თქვენთან? ხო, ანუ კიდევ ერთი პროგრამა აქვს. ანუ იმდენი აქვს პროგრამები კომპანიას, რომ ხანდისხან შეიძლება რომელიღაცა გამომჩეს, ძალიან არ მინდა რომ გამომჩეს, მაგრამ რა ვიცი, ადამიანური მომენტი არის, შეიძლება გამომჩეს. მინდა საბინაო პროგრამაზეც გესაუბროთ. კომპანიას აქვს ესეთი ძალიან მაგარი საბინაო პროგრამა. აი წარმოიდგინეთ, ადამიანი ფულს რო გთხოვლობდეს, აი ვიღაცამ გასესხოთ ფული და პროცენტის გარეშე უბრალოდ ის თანხა ძირი თანხა დაუბრუნოთ. აი მაგალითად კომპანიას შეუძლია $60,000-მდე მოგცეს სესხი, ანუ სესხის არ გამოდის პრინციპში, უბრალოდ გათხოვა რა ფული და პროცენტი არ გაქვს, არაფერი გადასახდელი აბსოლუტურად. გაქვს სურვილი შეიძინო ბინა, არ გაქვს და ჭირდება თანხა, ხო? კომპანია შეუძლია დაგეხმაროს $60,000 პარგლებში შეიძინო ბინა, შეიძლება შენ ახლა ძალიან მაგარი ბინა თუ გინდა შეიძლება დანარჩენი თანხა შენ დაამატო, უბრალოდ ამ თანხის ოდენობას შეუძლია კომპანიას თქვა დაგეხმაროს. თუმცა აქვს აქ ერთი მაგრამ, რაც კრიტერიუმები აქვს, თუმცა აქ სახელმწიფო ცნობას არ გვითხოვენ და არავითარ საბანკო ამონაწერებს, მაგრამ ერთადერთი რაც არის თქვა კრიტერიუმი, რაც უნდა დავაკმაყოფილოთ, არის ის, რომ როდესაც შენ ხარ აქტიური ადამიანი და გაქვს უკვე სტრუქტურაში დაწყებული მუშაობა და ყავს 3 დონე შევსებული მთლიანად, ამ შემთხვევაში შეუძლია კომპანიას უკვე შენ თქვა ნდობა გამოგიცხადოს და მოგცეს თქვა ეს სესხი. 3 დონეს რამდენი ადამიანი მოიცავს? პირველი დონე არის 5 ადამიანის შემოფარგლული, სადაც შეიძლება შენ მოიწვიოს შენი 5 ადამიანი, შენმა 5 ადამიანმა იგივე რომ გაიმეოროს და 5 ადამიანი მოიწვიოს, მეორე დონე შეგევსება, ანუ 25 ადამიანით შევსებული. ანუ პირველ დონეზე 5 ადამიანი, მეორე დონეზე 25 ადამიანი, ანუ 30 ადამიანი. მაგრამ ეს 25 ადამიანი იგივეს თუ გაიმეოროს და 5 ადამიანს მოიწვიოს, ну შეიძლება იმათმა იგივე არ გააკეთოს, მაგრამ შენ დაეხმარო მათ თქვათ ზოგი შეიძლება ნაკლებად აქტიური იყოს, ზოგი შეიძლება უფრო შრომისუნარიანი იყოს და მათ უფრო მეტი გააკეთოს, ხო? და შეივსოს მესამე დონეც. მესამე დონეზე 125 ადამიანი ეტევა, ხო? ანუ 155 ადამიანი გამოდის მთლიანობაში. თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება შენ მე-4, მე-5 დონე და მე-6 დონე და მე-7 დონეც გქონდეს გახსნილი და იქაც ყავდეს ხალხი. უბრალოდ პირველი, მეორე და მესამე დონე სრულად რო გექნება შევსებული, ანუ შენ აკმაყოფილებ ამ კრიტერიუმს, რომ კომპანიამ მოგცეს სესხი უპროცენტო. ყოველგვარი დანამატების გარეშე ეტაპობრივად შეიძლება კომპანიას დაუფარო ეს სესხი. შენი აქვე გაუმუშავებული თანხებით. ესეც ძალიან მარტივი და ძალიან მაგარი შემოთავაზებაა კომპანიის მხრიდან. ასევე გააჩნია მემკვიდრის გრაფა კომპანიას, ჩვენს კაბინეტებში გვაქვს ესეთი გრაფა, სადაც შეგვიძლია ჩავწეროთ ჩვენი მემკვიდრე, ჩვენი არ ყოფნის შემთხვევაში, რაც ადამიანები ვართ, ერთმა ყველა კარგად გვამყოფს, მაგრამ არ ვიცი, ხო, არავინ არაფერსგან არ ვარ დაზღვეული, აქედან გამომდინარე, ამაზეც კი ნაფიქრია კომპანიას და შეგიძლიათ შვიდად იყოთ თქვენი მემკვიდრე გააგრძელებს, რომელსაც ჩაწერთ თქვენს კაბინეტში, მემკვიდრედ დაასახელებთ, მისი პასპორტის მონაცემები იქნება იქ მითითებული, რათა მან შეძლოს ოფიციალურად, ვთქვათ, ხელში აიღოს ის, რაც შენ გააკეთე, რასაც შენ მიაღწიე და არ დაიკარგოს, ხო? ამიტომ ესეც ძალიან კარგი შესაძლებლობაა და რა თქმა უნდა იმის იმედია რომ ეს კომპანია ძალიან შორს არის გათვლილი. ნუ ძირითადი პრინციპში რაც მინდოდა მე თქვა ეს არის თუ რაიმე გამომჩა და გამახსენდა მე კიდე მოგახსენებთ. ეხლა კი მინდა რომ გთხოვოთ თუ კი ვინმეს რაიმე სურვილი გაქვთ, რაიმე კითხვები გიჩნდებათ ახალ მოწვეულებს განსაკუთრებით, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები და მე შემიძლია გიპასუხოთ. თავარია, ნუ მოგვერიდება და დავსვათ კითხვები. მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ შობა ახალ წელს და ეს წელი ბედნიერი წარმატებული ხდება რაკის სიკეთის მომდანი ყოფილიყოს ყველასთვის. გაიხარე ბაქარი. დევი, მე მაინტერესებს, არის იმის შანსი რომ მეცენატის დრო მაგალითად ამ დახურვისას 25-ს ხოლო გადაიწიოს. მე ვახოს ვკითხე, კარგად გამახსენე, მადლობა მეცენატების საკითხით, შეგაც ბარემ მაგასაც გავუსვათ ხაზი. მეცენატების ანუ დრო არ გადაიწევს და იქნება ამ თვის ბოლომდე, როგორც ვახომ მითხრა,
წინა კვირას ველაპარაკე და ვკითხე ეკაკრას ზუსტად მაგაზე, რომ ხო არ გადაიწევს რაიმე, ხო არ არის რაღაცა გათვლა და არაო, დაიხურებაო თვის ბოლოს. ანუ მეცენატის ბარემ ამასაც გავუსმევ ხას სხვებისთვისაც, რას ნიშნავს მეცენატი. მეცენატი, ანუ ესეთი პროგრამა არის, კიდე კაბინეტში გვაქვს ორი მეცენატი არის, ოქროს მეცენატი და არის ვერცხლის მეცენატი, მეგობრებო. ადამიანი, რომელიც შევა მეცენატში და რა თანხითაც შევა, იმის ანუ პროპორციული გადანაწილება იქნება და ანუ რა რისი გადანაწილება ხდება. კომპანიის მოგების 2% იქნება გადანაწილებული იმ ადამიანებზე, ვინც მიიღებენ ოქროს მეცენატში მონაწილეობას. და აქ ოღონდ იქნება პროპორციული გადანაწილება და რას ნიშნავს პროპორცია? ანუ რა თანხითაც შეხვედი, ის 2% იმის მიხედვით გადანაწილება, მაგალითად ვიღაცამ შეიტანა $1000, ვიღაცამ შეიტანა $100, ხო? ამ შემთხვევაში ანუ 10 ჯერ მეტს აიღებს ის დარიცხვის დროს, გადანაწილების დროს, ვინც $1000 შეიტანა, ვიდრე ის, ვინც $100 შეიტანა. არის ანუ ესეთ პროგრამა, ვისაც აქვს სურვილი, რა თქმა უნდა, სავალდებულო არ არის, მაგრამ უბრალოდ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ასე, ანუ მომავალში შემოსავლები ასე ამ კუთხითაც გაზარდო. ასევე ვერცხლის მეცენატში ვინც მიიღებს მონაწილეობას, აქ უკვე კომპანიის მოგების 1% გადანაწილება იგივე პრინციპით, იგივე პროპორციულად იქნება გადანაწილებული. ხოლო რაც შეეხება გადასახადებს, რა თქვათ, რა ღირს, რა მონაწილეობის მიღება, ოქროს მეცენატში თვეში $10 არის, ვერცხლის მეცენატში $5 არის თვეში. თუმცა შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობის თანხების შეტანაც, რაც ამ თვის ბოლომდე არის და იხურება ეს პროგრამაც. და კიდევ ერთი საკითხი მინდა გამახსენდა და ვარემ გითხრათ, სალიდერო პროგრამაც აქვს კომპანიას, რაც ძალიან მაგარია და სტრუქტურის სრულად შევსების შემთხვევაში კომპანიის მოგების 6% იქნება ასეთ ხალხზე გადანაწილებული. 6% ძალიან დიდი თანხა არის კომპანიის მოგების. წარმოიდგინეთ, მრავალი მილიარდი რო ექნება კომპანიას მოგება, ამ შემთხვევაში 6% რამდენი მილიონი იქნება. ძალიან დიდი, ასეულობით მილიონი იქნება და გადანაწილდება იმ ხალხზე, ვისაც ექნება, ანუ ვინც იქნება სალიდერო პროგრამაში. ხოლო სალიდერო პროგრამა იხურება თამაშის დაწყებისთანავე. როგორც კი და ჩაეშვება თამაშები, ამ შემთხვევაში სალიდერო პროგრამა დაიხურება და შემდგომში შემოსული ადამიანები სტრუქტურას ააშენებენ, ჩვეულებრივ შეეძლებათ $100,000 გამოიმუშავონ, მაგრამ საბონუსი სისტემა ამ კუთხით, ანუ სალიდერო პროგრამა დახურული იქნება. კარგი, თუ გვაქვს რაიმე სხვა შეკითხვები, შეგვიძლია. გამარჯობა დელი, გამარჯობა. სალამი. რა მაინტერესებს მაგ აი ეს ოქროსი და ვერცხლის მეცენატეობა რომ არის. ეხლა ვისაც ცოტა თანხა გვაქვს შემოტანილი, მაგრამ მარტო გავაქტიუროთ $15 მაქვს შემოტანილი. მეც მომიწევს, ოღონდ მცირე ნაწილი, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მოგიწევს. კი ბატონო, შეიძლება $5 კონდეს შეტანილი, შეიძლება $10 კონდეს შეტანილი, მაგრამ შესაბამისი თანხა, ანუ პროპორციულად ხო გადანაწილდება. აი, უბრალოდ რატო გიქეცი, მაშინ დაბალი თანხები ვისაც აქვს შემოტანილი, არ არის აი ჩამონათვალები რომ არის პროგრამაში ესეთი. პირველ 50-ში არ არის ის არ ჩანს. ხო, ჩვეულებრივად ვისაც აქვს თანხა შეტანილი და მონაწილეობა, ყველას ექნება რა თქმა უნდა შესაბამისი დარიცხვა ახლა. ვიღაცას $7,000 აქვს შეტანილი ოქროს მეცენატში და ვიღაცას თქვა $10 და რა თქმა უნდა განსხვავება ძალიან დიდი იქნება თანხის დარიცხვის დროს. ხო, თავისთავად. კარგით. გამარჯობა ბატონებები. სალამი ხალბატონ შარნა მოგესალმებით. მე დღეს შემოვედი, არ ვიცი, ვერ ვერკვევი რა ხდება, თუ შეიძლება რა კომპანია არის რომ გამარკვევიოთ. აი, დღეს და მამა და ოლიკომა. კი ბატონო, ეხლა ამ წუთას შემოხვედით? ხო, შემოვედი, რაც ჩაირთოლა, იგი შემოვედი, მაგრამ გუშინდა მაზლიშვილი მომიხვდა ავარიაში დაიღუპა და მირეკავდნენ და შიგადაში გავდიოდი მებოდიში, მაგრამ მაინც ვერ გევიგე. 21 წლის მაზლიშვილი დამეღუპა. იზიარებ თქვენს ხარებას. მადლობა. რამე ყოფილა. რამე მომხდარა. ნახეთ როგორი რაღაც არის. ანუ ეხლა კომპანია თავიდან ბოლომდე ახსენით და თუ რაიმე კითხვა გიჩნდებათ, შეგიძლიათ კითხვა დასვათ და კონკრეტულ საკითხზე ვისაუბროთ. ხა ისევ საათნახევარი თავიდან ბოლომდე ვერ განვიხილავთ თავიდან ბოლომდე კომპანიას, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ რაიმე კითხვა გაქვთ, რაიმე კონკრეტულ საკითხზე, შეგიძლიათ დასვათ კითხვა და
აი რა უნდა გავაკეთო? მეც შემოვედი, მაინტერესებს რა უნდა გავაკეთო? აი ეგ მაინტერესებს. კი ბატონო, კარგით, მაშინ მოკლედ გეტყვით. ანუ კონკრეტულად სტრუქტურაზე გეტყვით მაშინ, ანუ როგორ შეგვიძლია სწრაფად ფულის გამოშვება. აქ მრავალი სხვადასხვა პროგრამები, სადაც შეგვიძლია პასიური შემოსავლებიც გქონდეს და საომავლოდ შეგვიძლია აი მართლა არ ვაჭარბებ, შეგვიძლია მდიდარი ადამიანი გახდე, ამ კომპანიაში მილიონერი შეგვიძლია გახდე, შეგვიძლია თვეში $100,000-ზე მეტი შემოსავალი იქონიო, თუმცა მას ყველაფერი ჭირდება შრომა. ყველაზე სწრაფი შემოსავალი ამ კუთხით ეხლა რაც არის, რომ აი თქვა თვალიდანვე დაიწყო, აი რეგისტრაცია გაიარო და დღეიდანვე დაიწყო მუშაობა, ხო? სტრუქტურა არის ძალიან მარტივად აწყობილი. ნახეთ როგორ რაღაცა. სტრუქტურაში თქვათ ვიხდით კაბინეტში თვეში $10. ყველანი აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როდის შემოვიდა კომპანიაში. რადგან სტაბილური იყოს შემოსავალი. რამდენ ადამიანსაც მე მოვიწვევ სტრუქტურაში, ის ხალხიც რომ მოიწვევს სხვებს, მათი მოწვეულებიც რომ ვიღაცებს მოიწვევენ, ხო? ანუ 7 დონეზე, აი ნახეთ, მე მოვიწვევ 5 ადამიანი, 5-მა 5, 25 გახდა, იმ 25-მა 5, 125 გახდა და ასე იზრდება 97,000-ზე მეტი ადამიანი ეტევა შენ სტრუქტურაში, საიდანაც გაქვს შემოსავალი. ფაქტობრივად გამოდის, რომ უყურე, შენ უნდა იპოვო ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს თვეში $10 და შეუძლია ასეთივე ხალხი, ანუ გამდიდრების მსურველი ადამიანები 5 ადამიანი მოიძიოს. ანუ ძალიან მარტივი არის. ანუ ამაზე მარტივი უბრალოდ არ არსებობს. აი ნებისმიერი ადამიანი მოიპოვებს 5 ადამიანს მის გარშემო, თუნდაც შეიძლება უცხო ადამიანებში 5 ადამიანი მოძებნოს, ვისაც უნდა გამდიდრება და ვისაც აქვს $10. ძალიან მარტივი არის. დავიგე გაგლობა გიფას. მაგას კი გავაკეთებ ახლა. ყველაზე მარტივი არის ეს. თუმცა ამის გარდა კომპანია marketplace ქმნის, რომლის 80%-ზე მეტი შექმნილი არის, თამაშები არის, თამაშებს პატარა ხარვიზებია დარჩენილი, ამაზე მუშაობენ პროგრამისტები და შემდგომ უკვე თამაშებში მოწვევითაც ადამიანებს რომ მოვიწევთ თამაშში, ისინი უკვე ავტომატურად ჩვენ სტრუქტურაში ხვდებიან, ვინც VIP სტატუსს შეიძენს. რომ თამაში რო განვითარდეს და ბევრი წარმატება გქონდეს და ბევრი ფული რო გამოიმუშაოს ადამიანმა, მან უნდა შეიძინოს VIP სტატუსი, რომელიც ღირება $10. აქედან გამომდინარე, ვინც VIP სტატუსს შეიძენს თამაში, ავტომატურად ხვდება თქვენ სტრუქტურაში, უკვე კომპანიის სტრუქტურაში და შესაბამისად თქვენი სტრუქტურა იზრდება და თქვენი შემოსავლები იზრდება. ისინი რომ მოიწვევენ თამაში, ხო არის ადამიანები თამაში დაინტერესებულები. თამაში რომ მოიწვევს ვიღაცას თავისნაირებ, ასე ვთქვათ, გეიმერებს, მოთამაშეებს, ხო? ის ადამიანების მე-7 დონემდე თქვენ სტრუქტურაში ხვდება ყველა. ანუ ძალიან მარტივი არის პრინციპში. თუმცა აქვს კომპანიას ასევე აქციები აქვს, შეგიძლიათ აქციები შეიძინოთ, რაც ძალიან ცოტა არის დარჩენილი. აქციები აქვს, სადაც იქნება დივიდენდები დარიცხული და მთელი ცხოვრების მანძილზე კომპანიის მოგების 1% ირიცხებოდეს იქნება აქციებზე. უბრალოდ 1.2. ვინაიდან არის 6,000 გავერკვიე უკვე. არაფერს. შეგიძლიათ მე ჩანაწერს უსმინოთ თავისუფალ დროს, მესმის თქვენი სიტუაცია. შეიძლება არაფერს მოსმენის თავი არ გქონდეთ, რაღაც რთული სიტუაცია გაქვთ, ღმერთმა განძლეობა მოგცეთ, მაგრამ შესაბამისად, როცა გექნებათ დრო, შეგიძლიათ ეს ჩანაწერი კეთდება, აი შეგვიძლია მოგაწოდოთ პირაჩის და მოусმინოთ და უფრო ძირფესვიანად გაერკვიოთ. კი, კარგი, მადლობა ძვირფას.